რადობის დამადასტურებელი საბუთი. ამ დოკუმენტში არსებული ჩიპი შეიცავს პროდუქტის უნივერსალურ კოდს, შტრიხ-კოდს, რომელიც თავის მხრივ შტრიხების სახით შეიცავს დოკუმენტის ფლობელის რიცხვით სახელს და დამცავი კოდის 3 ჩამოგრძელებულ ხაზს, რომლის რიცხვითი გამოსახულება არის 3-6-იანი. თუ დავაკვირდებით შტრიხოვან კოდში, ანუ ხაზოვან დამღაში, ძნელი ამოსაცნობი არაა ურჩხულის 3 კლანჭიანი თათი, რომლითაც იგი კლანჭავს და დაღავს თელ მსოფლიოს, სულიერსა თუ უსულოს. ხეცის ნიშნით 666-ით აღნიშნული, ანუ დაკლანჭული და დაღდასმული რაიმე ან ვინმე არის ხეცის მფლობელობაში. აიდი ბარათის შემთხვევაში ადამიანი არის ხეცის მფლობელობაში. შეიძლება ვინმე თქვას, რას ამბობ, მამაო, რაღა დროს მონათმფლობელობაა. მე კი გეტყვი, ჩემო კარგო, აბა მითხარი, განა მონა არა ხარ მაშინ, როცა ვერაფერს აკეთებ ამ ნიშნის გარეშე. ეს ნიშანი 666 გაძლევს უფლებას გექნეს სამუშაო. მიიღო განათლება, აიღო პენსია, ხელფასი, გადაიხადო გადასახადები. გამოიტანო სესხი, იყიდო ან გაყიდო რაიმე, გახვიდე საზღვარგარეთ და საერთოდ იარსებო, იცხოვრო ამ ქვეყანას. ფაქტიურად ამ რიცხვზეა დამოკიდებული ადამიანის საარსებო წყარო. იგია მონათმფლობელი, ადამიანი კი მისი მონა. ხო და ჯიბეში გექნება ეს შენი მონობის ნიშანი ჩადებული, აიდი ბარათისა და ჩიპიანი პასპორტის სახით თუ სხეულში მიკროჩიპის სახით, ამაში დიდი განსხვავება არაა. ორივე შემთხვევაში შენი თავისუფალი ნებით, რომელიც შენ დაკარგე ამ ბეჭდის, ანუ ნიშნის მიღებით, გახდი მსოფლიო ელექტრონული კომპიუტერული სისტემის მონა, სატანის მანქანების მონა, რომელსაც მართავს მსოფლიო მთავრობა და გამზადებს ანტიქრისტეს მიღებისა და სატანის გაღმერთებისათვის. როგორც ნათლობისას სულში აღესრულება სულიწმინდის საიდუმლო, ასევე ანტიქრისტეს ნიშნის 666-ის მიღებისას სულში აღესრულება უშჯულოების საიდუმლო და ქრისტეს უარყოფა. ამ ნიშნის მიღება მხოლოდ ხილული დასტურია იმისა, რომ ადამიანმა მიიღო უშჯულოების საიდუმლო და გახდა მისი მონა. ბარათის სახით მიღებულ სატანის ნიშანსა და ჩიპის სახით ხელში ჩასმულ თუ ხელზე დასმულ სატანის ნიშანს შორის ფუნქციურად არავითარი განსხვავება არაა. მათი ფუნქციაა თქვენი მონობა სატანაზე. ასე რომ ორივე თავისი მნიშვნელობით, მოქმედებით, მიზნებით და შედეგებით არის მხეცის, სატანის ბეჭედი. განსხვავება არის იმაში, რომ ვისაც მიღებული აქვს მხეცის ნიშანი აიდი ბარათის სახით, მას აქვს შანსი დროზე მოეგოს გონს, გამოფხიზლდეს, შეინანოს და მთელი არსებით დაბრუნდეს ქრისტეს წიაღში. ხოლო ვინც ამას არ გააკეთებს, მალე იგი ჩიფსად ჩაიდგამს და მას აღარავითარი შანსი აღარ ექნება სინანულისა. საბოლოოდ გახდება მატერიალურად კეთილმოწყობილი ჯოჯოხეთის მკვიდრი, რაც დიდხანს არ გასტანს და გადასახლდება სამუდამო უკომფორტო ჯოჯოხეთში. თუ კი ვინმე იმას ფიქრობს, რომ ჩიპიანი სამაჯურების ან სხეულში ჩასმული ან ლაზერით დასმული სატანის ბეჭდების დრო საქართველოში დააგვიანებს, ან საერთოდ არ იქნება, ძალიან ცდება. ყველაზე თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტის კომპლექსი ქალაქის გარეუბანში რამდენიმე დღეში თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიას სამშენებლო პოლიგონად იქცევა. აკვაპარკი ნებისმიერი სეზონისთვის საცურაო აუზები და ფრენბურთისა და მინი ფეხბურთის ქვიშის მოედნები. ერთიანი სივრცე ყველა იმ ობიექტს გააერთიანებს, რომელიც კარგი დასვენებისთვის არის საჭირო. ეხლა ჩვენ საბერ. ეხლა ჩვენ აი ამ წუთისთვის ვართ აი აქ. ახალი დასასვენებელი პარკი თბილისის ზღვაზე 1 წელიწადში აშენდება. ჯინო პარკში დღის განმავლობაში 10,000 დამსვენებლის მიღება შეძლებენ. წყლის სასრიალოების გარდა გაკეთდება საცურაო აუზები და ჩოგბურთის მოედნები. პარკის მშენებლობა დღეს დაიწყო. მთლიანად ჩიპების სისტემა იქნება. ტერიტორიაზე ფული არ იმუშავებს.
იმუშავებს მხოლოდ ჩიპი. ჩიპით იქნება კარგის გახსნა ახსნო. მარსელი იქნება ესე იგი გადახდა ბარებში, რესტორნებში, იქნება სამი სახეობის პაკეტი. მთლიანად ჩიპების სისტემა იქნება. ტერიტორიაზე ფული არ იმუშავებს. იმუშავებს მხოლოდ ჩიპი. ღირსი მამა იუსტინე პოპოვიჩი ანტიქრისტეს წინამორბედებზე ამბობს: ბოროტების მოღვაწენი ბოროტებას ყველა შესაძლო სახით გაავრცელებენ და გააფართოებენ, რათა სახარების ქადაგებას წინ აღუდგნენ. ისინი თავს მოუყრიან მთელ სიცრუეს, მთელ ბოროტებას, ყოველგვარ ძალადობას, ყველა საშინელებას და მათ ქრისტიანებზე მიმართავენ, რათა აცდუნონ თუ შესაძლებელი არჩეულნიც. ბოროტების ჭკუა მოკლე თაყვანისმცემელნი ბოროტებაში წარმატებას მიაღწევენ. თაფლის წვეთს ისინი ბოროტების შხამს შეურევენ. ბოროტებას მომხიბვლელი ნიღბებით შენიღბავენ და უშჯულოებას საშინელებამდე გაამრავლებენ. მე მგონი ძნელი არაა დღევანდელი მთავრობებისა და პრეზიდენტების სახეში ამოიცნოთ აშკარა ანტიქრისტეს წინამორბედები. ყოველთვის იყო ომები და ხმები ომებზე, მიწისძვრები, ბუნებრივი კატაკლიზმები, ვერცხლის მოყვარეობა, გარყვნილება და სხვა ცოდვები. ყველაფერს ამას დღესაც ვხედავთ მთელ მსოფლიოში. ყოველთვის იყო ვიღაც, ვისაც სურდა ძალით გაეერთიანებინა მსოფლიო და გამختარიყო მსოფლიო მმართველი. მაგრამ ეს ვერავინ შეძლო, რადგან ეს ანტიქრისტეს ხვედრია. ადრე არ არსებობდა ისეთი ტექნოლოგიები, რომ ერთ ადამიანს წამიერად გაეკონტროლებინა მთელი დედამიწა. სისტემაში მოეყვანა მსოფლიო მმართველობა. დღეს ეს შესაძლებელია მსოფლიო მთავრობის მიერ, რომელიც ანტიქრისტეს სახით მმართველობაში მოიყვანს თვით სატანას. და კიდევ ერთი უმთავრესი რამ, არასოდეს არ ყოფილა არც მცდელობა და არც საშუალება იმისა, რომ მთელი მსოფლიო აღებეჭდათ ანტიქრისტეს ნიშნით 666-ით. დღეს კი ეს ხდება. აი რას გვეუბნება იოანე ღვთისმეტყველი. რომელმანცა თაყვანისცეს მხეცსა მას და ხატსა მისსა და მიიღოს ბეჭედი შუბსა მისსა, ანუ ხელსა მისსა. მანცა სვას ღვინისა მისგან გულის წრომისა ღმრთისა. რომელი იგიც დეულარს ურწყულად სასუმელსა მაშინა რისხვისა მისისასა. და იტანჯოს ცეცხლითა და წუმწუბითა წინაშე წმინდათა ანგელოსთა და წინაშე კრავისა. და კვამლი ტანჯვისა მისისაი უკუნითი უკუნისამდე აღვიდოდის და არა აქუნდეს განსვენებაი დღე და ღამე, რომელთაცა თაყვანისცემ მხეცსა მას და ხატსა მისსა, ანუ მიიღონ ბეჭედი სახელისა მისისაი. აქ არს მოთმინებაი წმინდათაი, რომელთა დაიცვენ ცნებანი ღვთისანი და სარწმუნოებაი იესუისი. მამაო, ცოტა არ იყოს ხალხისთვის მძიმეა სიმართლის მოსმენა. ყოველივე იმის შემდეგ, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ. გამხნევოდა ნუგეში, კარგი იქნებოდა. ქვეყნის სიცოცხლე შეიძლება შევადაროთ ადამიანის სიცოცხლეს. ადამიანი ცოცხალია, როცა სული და სხეული ერთადაა და გვდება, როცა ერთმანეთს გაეყრება. ასია ქვეყანაც. ქვეყნის სხეული არის ერი, ხოლო სული არის ბერი. როცა ერი და ბერი ერთადაა და უსმენს ღმერთს და ცხოვრობს ღმერთით, ქვეყანა ცოცხალია. ხოლო როცა გაეყრება ერთმანეთს, ქვეყანა კვდება. ამიტომ თუ გვინდა რომ ჩვენმა ქვეყანა მიცოცხლოს, ერი და ბერი ერთად უნდა მივიდეს ღმერთთან და დარჩეს მასთან. დღეს ვხედავთ, რომ ეშმაკი ცდილობს დაემორჩილოს ერიც და ბერიც. და სამწუხაროდ ამას ნაწილობრივ ახერხებს. მიზეზი ამისა არის ის, რომ სასულიერო პირთა ნაწილი ბედნიერებას, მშვიდობას და კეთილდღეობას ეძებს არა ღმერთის სიყვარულსა და მორჩილებაში, არამედ ეშმაკს დამორჩილებული ერის მორჩილებასა და ერთგულებაში. საჭიროა დავინახოთ, რომ ვდგავართ უბსკურულის პირას. შევხედოთ ჩვენ უძლურებას, სიზარმაცეს, გარყვნილებას, უსულგულობას და მოღალატეობას. ვაღიაროთ, რომ შიშრები ვართ და ღმერთის გარდა ყველაფრის ქვეშინია.
გვეშინია ცრუს სიმშვიდისა და ბედნიერების დაკარგვის. გვეშინია სიმართლის, რადგან იქ სიკვდილი ჩანს და იმის იქით სიცოცხლეს ვეღარ ვხედავთ ჩვენი ურწმუნოების გამო. აი რას ამბობს გრიგოლ ღვთისმეტყველი. ყველანაირი მშვიდობა როდია საღმრთო მშვიდობა. რამე თუ არსებობს მშვენიერი უთანხმოებაც და არსებობს დამღუპელი ერთსულოვნებაც. უნდა გვიყვარდეს მხოლოდ ჭეშმარიტი მშვიდობა, კეთილმიზან დასახული და ღმერთთან მიმყვანებელი. რადგან როცა საქმე აშკარა უკეთურებასთან გვაქვს, მაშინ ცეცხლსა და מחვილსაც არ უნდა ვრიდოთ, არც დროისა და ხელმწიფეთა მოთხოვნებს დავემორჩილოთ. მით უმეტეს, არამც და არამც არ უნდა ვეზიაროთ მზაკრულ დვრიტას, არ უნდა მივემთხვიოთ სენშეყრილს. ყველაზე დიდი ცოდვაა ღმერთზე მეტად გვეშინოდეს რაიმესი და ამ შიშის გამო ვღალატობდეთ ჭეშმარიტი სარწმუნოების სწავლებას. პრობლემა, რომელიც ჩვენ წინაშე დგას, არის ის, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, გაჰყვება ღმერთს თუ გაჰყვება მხეთს. დღეს როგორც არასდროს საშინელი ძალებით იბრძვის ზეცა და ქვესკნელი. დამართლმადიდებლობა არის ამ ბრძოლის წინა ხაზი. თუ მხოლოდ ამ ქვეყნიურ გადარჩენაზე იფიქრებს ადამიანი, იგი სამუდამოდ დაღუპავს მის უგდავ სულს. გადახედეთ მსოფლიოში ქვეყნების მმართველებს. აბსოლუტურად ემორჩილებიან ყველანი გლობალიზაციის კანონებს. რა მთავრობაც არ უნდა მოვიდეს ქვეყნის სათავეში, მას აიძულებენ ამ პროცესებს და ემორჩილოს ნებით ან ძალით. ამიტომ ქვეყნის მმართველებმა უნდა იაზრუნონ და იცხოვრონ ქრისტიანულად. გონიერი სულით მართონ ქვეყანა და წინაღუდგნენ ბოროტის მანქანებას. ქვეყნის მმართველობა და პოლიტიკა უნდა გამოდიოდეს სულიერებიდან და არა პირიქით. მართალია ამის გამო შეიძლება ძალიან გაგვიჭირდეს, მაგრამ არ უნდა შეგვეშინდეს. ვანახოთ ღმერთს ერთგულება და სიყვარული. ვინც შემცდარია თუ შეინანებს გულით, მიუტევოთ. თუ არა დაიყოს იგი ჩვენთვის ვითარცა წარმართი. ვანახოთ ღმერთს, რომ ჩვენ მასთან გვინდა ყოფნა და ვერავითარი მტერი ვერ დაგვამარცხებს. უფალი ამბობს, ითხოვე და მოგეცემა, მაგრამ მოგეცემა ისე, როგორაც გწამს. დღეს ლაზარი, ანუ საქართველო, მკვდარია და იხრწნება. ხრწნა არის ქვეყნის გეოპოლიტიკური დაშლა და სულიერ ზნეობრივი გახრწნა. მაგრამ ლაზარი აღდგება. ქრისტე ღმერთი დააბრუნებს მის უკვდავ სულს მასში და აღადგენს მას მიწაზე ზეცისთვის. ადამიანი ამ ქვეყნიურ ნუგეშს ზეცაში უნდა ხედავდეს და არა მიწაზე. მიწაზე ჭეშმარიტი ნუგეშის ძიება თავის მოტყვილება და სიცრუეში დარჩენაა. ზეცაა ის ადგილი, სადაც არიან ჩვენი ნუგეშინის მცემლები, უფალი ჩვენი და ღვთისმშობელი დედა. ქართველი ერი არის საზეპურო ერი და იგი გაბრწყინდება ქრისტეს ერთგულებითა და მისთვის თავგანწირვით. დღეის შემდეგ არაა გამორიცხული, რომ ფანატიკოსებად და ჩამორჩენილებად შეგვრაცხონ ამ ფილმში გადმოცემული აზრების გამო. მაგრამ ეს ბოროტის ბრძოლაა და არ უნდა შეგვეშინდეს. ერთხელ მოვდივართ ამ ქვეყანაზე იმისთვის, რომ ზეცა დავიმკვიდროთ და ეს შესაძლებლობა არ უნდა დავკარგოთ. უნდა ვიცხოვროთ ქრისტესთვის, მოვკვდეთ ქრისტესთვის და ვცხონდებით. საქართველოში არსებულ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და საქართველოს მთავრობას, რომელიც მისი აზრით აშენებს ჭეშმარიტად დემოკრატიულ სახელმწიფოს, მინდა